მე მგონი სავანელი არის ეგ კაცი გვარად ხო? ხო, რა ვიცი რა. კინორეჟისორი ვარო, თვითონ ასე ამბობს. ეხლა მე ამის გადაღებული არაფერი მინახავს, მაგრამ აგერ ნახეთ ჩვენ შესანიშნავი მუსიკის თანხლებით ის როგორ იპრანჭება კამერის წინ და ეხლა ნიშანდობლივია და სიმბოლურია რომ ეს TV პირველში ხდება და რა გითხრათ ეხლა ეს ის კაცია რომელიც თუ ხალი, ნუ არ ვიცი ეხლა რომელიც კეის წარმომადგენელია მე ვერაფერს მოგახსენებთ თვითონ რომელიც კეისთან აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ეს უკვე მან გადაწყვიტოს მაგრამ ეს კაცი მე მგონი შეიჭრა ტელევიზიის შენობაში ხო თუ არ ვცდები და იქ ერთი ამბები დააწია და იყო ერთი წიოკი და ვაი უშველებელი რა გითხრათ ძალიან ძნელი არის ახლა აი ამ ყოველივე შესახებ ჩემი კომენტარის მოსმენა, იმიტომ რომ ახალს ვერაფერს გეტყვით და იმაზე სასაცილოს ვერაფერს მოგახსენებთ, ვიდრე ვიხილეთ ჩვენ. რაც შეეხება იმ ქუჩის გადაკეთებას 30 კაცის მიერ, მე ვეთანხმები ბატონ ლექსოს აბსოლუტურად, რომ აი ამათი პროტესტი, ეგრეთ წოდებული ვითომ პროტესტი, მართლაც და უკვე დაღმავალ კი არა, არარსებულ რეჟიმშია გადასული, სულ ზღაფავს, ხროტინებს ეს ეგრეთ წოდებული პროტესტი. სასიკვდილო ხროტინი აქვს და ბუნებრივია ხელისუფლებაც იქცევა ადეკვატურად და ჭკვიანურად ამ შემთხვევაში ჩვენ გვაღიზიანებს ახლა ქართველები ცოტა სულსწრაფები და ცხელსისხლიანები ვართ და გვინდა რომ ეს მარაზმი და ეს მართლაც უბედურება მოიშთოს მაგრამ ალბათ ვინც ამ პროცესებს აკონტროლებს და მჯერა რომ ხელისუფლება აკონტროლებს თავიდან ბოლომდე ეთყობა მან უკეთ იცის როგორ და რანაირად თუმცა ერთი რამ აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის რომ კი მაგრამ სადამდე და როდემდე უნდა გაგრძელდეს ქართველთა უპირველესი გამზირის ჩვენი საფიცარი რუსთაველის პროსპექტის აი ლადო ასათიანი რომ უმღეროდა რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმაო აი როდემდე უნდა გაგრძელდეს როდემდე უნდა გაგრძელდეს აი სათაყვანებელი და მართლა ხელს აგოგმანებელი რუსთაველის პროსპექტის ასე წაბილწვა დაჯღაბნა და გაუბედურება და ესე იგი განიორწყლება როდემდე და სანამ ნაკა არ დაიკლებს წონაში ხო აი მე არ ვიცი ესე იგი ამაზე უნდა იყოს უმკაცრესი ამ კაცს უმკაცრესი სანქციები უნდა იყოს ვირფასო მეგობრებო